გელოდებით. გუშინ პასუხი არ გითქვამთ. მაგრამ აუცილებლად უნდა მიპასუხოთ. მე ჩემი კარტი გაგიხსენეთ. შენ ჯენგისთან მეგობრობის გარდა არაფერი გაქვს დასაკარგი. მაგრამ როგორ ჩანს ის დიდად არაფერში გჭირდება. ჩვენ კი ყველაფერს ვკარგავთ. ჯენგიზის წყალობით უკვე დაკარგი ყველაფერი. მე ეს კარგად ვიცი ეიშა. შენ გინდა რომ მას უღალატოთ? ო, რომ უღალატოთ არა? ო, ეგ მინდა. რა იყო არ შეიძლება? შენი პრინციპები არ გაძლევს ამის ნებას. მოდი ვთქვათ რომ არ შეიძლება. ეგე? ამ წუთიდან გითვალთვალებ. მე მგონი უკვე სცადე ჩემი თვალთვალი ალი. განა არ სცადე ჩემი მოყვა. ადამიანის შეცდომებზე სწავლობს. ჩვენ ჯენგიზზე ვლაპარაკობთ და არა ვიღაცაზე. ჯენგიზზე. ვიცი, შენს ქმარზე მის ძმასა და ჩემს მეგობარზე. როცა ამას ვამბობ საშინელი მოსასმენია რა. მაგრამ რამდენიც არ უნდა უტრიალო, ეს სიმართლეა. ჩვენ სამნი ბედნიერებას ვიმსახურებთ. მაგრამ ამაში ჯენგიზი გვიშლის ხელს. ძალიან გვიშლის. მაგრამ თუ გეიტყვით რომ თქვენ ასე არ მოიქცევით და რომ ის ამას არ იმსახურებს, კარგი. მაშინ იფიქრეთ ყველამდე. შეგატყობინებთ, სად შევხვდებით და როდის. ცეცხლზე თამაშები. ო, 12 წელი გავიდა. იმედი ახლა მაინც მიხვდები ამას. 12 წელი. ამ 12 წელიწადში არაფერი არ შეცვლილა. მაშინაც გზაზე გადამეღობე ჯენგიზთან ერთად. გახსოვს? ობობა შავი ქვრივი ვითხარ. მეგონა რომ მაშინ მამაშენმა მოიფიქრა ყველაფერი. არა, თურმე შენი მოფიქრებული იყო. ალი, ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო. ორივემ კარგად ვიცით რას ნიშნავს ადამიანის მოკვლა, ასე არ არის? მე საკუთარი თავისთვის გავაკეთე. შენ თქვი რომ ეს ბაჰარისთვის გააკეთე. და რა გამოდის? ნუ თუ ამასაც მისი გულისთვის აკეთებ. ამ მომენტამდე ყველაფერს ბაჰარისთვის ვაკეთებდი ალი. მაგრამ ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრებ, გასაგებია? ნუ თუ ასეთი უმწეუები ვართ. ნუ თუ ისევ თავიდან გავიმეორებთ ყველაფერს. ნუ თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს. იქნება არსებობს კიდეც. მე გავარკვევ. ხვალამდე ყველაფერს გავარკვევ. ამ ქალმა რაღაც ჩაიფიქრა. ალისაც რაღაც გეგმა აქვს. ალბათ. ესე იგი მათ პასუხს ველოდებით. ასე გამოდის. უარი რომ გითხრა? მაშინ შენი შურის ძების გეგმა ჩაიშლება? დღეს გინდოდა შინ დაბრუნება. ხო,
ხვალ დავბრუნდები. დამთავრდეს დღევანდელი დღე. საქმე ისაა, რომ თუ კი უარს იტყვიან ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ამაოდ ჩაევლის კამილ. ამიტომ მათ უარის თქმის უფლებას არ მივცემთ. როგორ გავაკეთებთ ამას? ეიშენი უკვე ჩემს ხელთაა. ცოტაც და დათანხმდება. მაგრამ ალი ახლა მას უკვე აქვს კაზი. ის ჯენგის არ გავს. ის არ მიისწრაფვის იქითკენ, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი მისი იყოს. ამიტომ მისი დარწმუნება, რომ ჩემს მხარეს გადმოვიდეს, ძალიან ძნელი იქნება. ესე იგი ძიას დახმარება გჭირდება. ხო, გჭირდება. მაგრამ ერთი პრობლემაა. რა პრობლემა? ძია არსად არ არის. მოგესალმებით. სალამი. სალამი. ძიამას გადმოგცათ სალამი. მე მისი შეკრიკი ვარ. მის დანაბარებს გადმოგცემთ. თქვენ გიყვართ ზია, მან გაგზარდათ. ძმურად გეხმარებოდათ და გიცავდათ. თუ კი მადლიერების გრძნობა არ გაქვთ, მაშინ არ ღირს ჩვენი საუბრის გაგრძელება. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ დავალებულები ხართ მისგან, დღეს მე აქ მისი სახელით გელაპარაკებით. და დროა მას ვალი დაუბრუნოთ. ამის დრო დადგა. ყველაფერი გასაგებია. ჩვენს ძმას რამე დაემართა? თქვი, სად არის ზია? რამე გაარკვიე? ჯერ არა. ეზელ. ორი წუთი მოგცეს, ამოდი. აფეთქებულს არ გავს. წყვილების კვალიც არ ჩანს. თითქოს ავარიას გავს, მაგრამ ეს ავარია არ არის კამილ. შენ გონია ეს ალის გაკეთებულია? ალი გიჟია, მაგრამ თლად ასეთი გიჟიც არ არის. ხედავ არანაირი კვალი არ ჩანს, პროფესიონალების ხელი ეტყობა. გამოცდილი ხალხის ჩადენილია. კამილ, შეხედეთ სანამ გავგზავნით. გვამი მანქანაში საბარგულში ვიპოვეთ. იცნობთ? კომისარო, აუცილებელია რომ გვამი ექსპერტიზაზე გაიგზავნოს.